მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ბაქრაძე და დღეს თქვენთან ერთად შევეცდები ამოხსნა რამდენიმე ამოცანა, რომელიც დაკავშირებულია რიცხვით მეთოდებთან. კერძოდ, ეს ამოცანები შეეხება მატრიცისა და ვექტორების ნორმების გამოთვლას. ამოცანას აქვს შემდეგი სახე: დააწერეთ პროგრამა მოცემული n კომპონენტიანი ვექტორის ნორმის დასათვლელად. სანამ ამოცანის კოდის წერაზე გადავალთ, ჯობია ცოტა თეორია გავიხსენოთ. აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ამ მატრიცის ტრანსპონირებული მატრიცი. ასევე უნდა ვიცოდეთ x და y ვექტორების სკალარული ნამრავლის განსაზღვრება და უნდა შეგვეძლოს ამ მატრიცისა და x ვექტორის ნამრავლის გამოთვლა. ამ მატრიცის ტრანსპონირებული მატრიცი უხეშად რომ ვთქვათ არის მატრიცი, სადაც ტრიქონებს და სვეტებს აქვთ ერთმანეთისთვის ადგილი გაცვლილი. ანუ პირველი ტრიქონი ხდება პირველი სვეტი, მეორე ტრიქონი მეორე სვეტი. შესაბამისად, თუ მოცემული გვაქვს მატრიცი m-ზე, მივიღებთ ახალ მატრიცს, რომლის განზომილებაც იქნება n-ზე. x და y ვექტორების სკალარული ნამრავლი განისაზღვრება შემდეგნაირად: ეს არის სკალარი რიცხვი, რომელიც არის ტოლი მოცემული ორი ვექტორის კოორდინატების ნამრავლების ჯამის. რაც შეეხება ამ მატრიცისა და x ვექტორის ნამრავლს, მასთან დაკავშირებით უნდა აღნიშნოთ ის ფაქტი, რომ აუცილებელია ამ მატრიცის სვეტების რაოდენობა ემთხვეოდეს მოცემული ვექტორის განზომილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გამრავლებას ვერ მოახერხებთ. მოცემული გამოსახულებიდან ხედავთ, რომ ვღებულობთ ახალ ვექტორს, ისევ 3, რომელიც განზომილებაც არის 3 და მისი კოორდინატები ითვლება შემდეგი წესით. პირველი კოორდინატი მრავლდება ჯერ მთლიანად ეს ვექტორი მრავლდება პირველ სვეტზე, შემდეგ მეორე სვეტზე, შემდეგ მესამე სვეტზე და ეს განისაზღვრება ახალი ვექტორის პირველი, მეორე და მესამე კოორდინატი. რაც შეეხება ვექტორის ნორმების განსაზღვრებებს, რასაც ჩვენ გვეკითხებიან, მოცემულია ესეთი სახით, რომლებსაც უფრო დეტალურად განვიხილავთ მაშინ, როდესაც კოდის წერაზე გადავალთ. მოდი დავიწყოთ ახლა წერა და გავხსნათ ჩვენი კომპილერი. მე მომზადებული მაქვს აქ ორი ფოლდერი შესაბამისად პირველი და მეორე ამოცანისთვის. გავხსნათ ახალი ფაილი და ჩავწეროთ მოცემულ ფოლდერში. პრობლემა 1-ში მას დავარქვათ ესეთ სახით. პრობლემა 1. პირველ რიგში შემოვიტანოთ აუცილებელი ბიბლიოთეკები, რაც გვჭირდება. შესაბამისად, ალბათ გაგიჩნდეთ შეკითხვა, რისთვის გვჭირდება ეს ორი ბიბლიოთეკა. პირველი ჩვენ მონაცემებს შევინახავთ ფაილში და შესაბამისად ფაილიდან ინფორმაციის დასაკითხად დაგვჭირდება ბიბლიოთეკა f-stream. ასევე გამოვიყენებთ ფუნქციებს, რომლებიც განთავსებულია მათ hash ბიბლიოთეკებში, ეს არის ხარისხში აყვანის ფუნქცია და აბსოლუტური მნიშვნელობის დასაბრუნებელი ფუნქცია, რაც კონკრეტული რიცხვისთვის. სანამ კოდის გამრցობას დავიწყებთ, შევამოწმოთ ეს მუშაობს თუ არა. როგორც ხედავთ, ყველაფერი რიგზეა, ჩვენი პროგრამა მუშაობს. ახლა გავაკეთოთ ერთი ესეთი ფაილი. data.txt, სადაც შევინახავთ ჩვენს ინფორმაციას. ეს ინფორმაცია შეეხება ვექტორს და მატრიცს. ავიღოთ, მოდი, სამგანზომილებიანი მატრიცი და ვექტორი. პირველ რიგში პირველი ჩანაწერი წარმოადგენს ვექტორს თავისი კოორდინატებით, შემდეგ მეორე ჩანაწერი წარმოადგენს უკვე მატრიცს. ეს რაში დაგვჭირდება, შემდეგ უკვე კოდის წერისას უფრო უკეთ გავიაზრეთ. პირველ რიგში რაც გვჭირდება, ეს არის
რაიმე კონსტანტა შემოვიღოთ, რომელიც არის int ტიპის და აღნიშნავს ჩვენი მასივისა და ვექტორის განზომილებას. ეს ჩავწეროთ ესეთი სახით და მივანიჭოთ 3 შესაბამისად. ასევე ახლა გვჭირდება ფუნქცია, რომელიც რაღაც მასივში ჩაგვიწერს ამ ფაილიდან ინფორმაციას. ანუ ფაილიდან წაიგითხავს და ჩაგვიწერს რაღაც მასივში. ამისთვის გავაკეთოთ ერთი ესეთი ფუნქცია void ტიპის, რომელსაც დავარქმევთ შემდეგ სახელს load data from file. ეს იქნება double ტიპის მასივი. ეს პირველი მასივი გვჭირდება მატრიცის შესანახად, მეორე მასივი გვჭირდება თვითონ მოცემული ვექტორის შესანახად. ახლა გავახსნათ ეს ფაილი, წასაკითხეთ. და ეს ინფორმაცია შევიტანოთ ჩვენს მასივებში. ვინაიდან ჩვენ ამ data.txt ფაილში პირველ სტრიქონზე გვაქვს ჩაწერილი ჩვენი ვექტორი, პირველ რიგში ეს წავიკითხოთ. ეს იქნება ანუ ეს ჩვენ x ვექტორში ჩაგვიწერს, უბრალოდ x მასივში ჩაგვიწერს ამ x ვექტორის კომპონენტებს, კოორდინატებს, ან როგორც გენებოთ. ვინაიდან ამ ციკლის დასრულების შემდეგ უკვე ეს წაკითხული გვექნება, ახლა გადავიდეთ ამ მატრიცის წაკითხვაზე, რომელსაც შევინახავთ ორ განზომილებიან მასივში. ასე შევნიშნოთ, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს კვადრატული. ალბათ ხვდებით ეს ორმაგი ციკლი რატომაც გვჭირდება. რა შვება ახლა ეს ორმაგი ციკლი? ეს როგორც წეგან აღვნიშნეთ, ამ მატრიცს გადმოიტანს ჩვენს ორ განზომილებიან მასივში და შეავსებს მას ამ ინფორმაციით, აქ რასაც ჩავწერთ. მოდი ახლა ეს შევამოწმოთ, მუშაობს თუ არა ეს ჩვენი ფუნქცია. ამისთვის შემოვიღოთ მასივში რაიმე ANZ მასივი, სადაც შევინახავთ ჩვენს მატრიცს და დავაკომენტაროთ. ასევე შემოვიღოთ მეორე x ვექტორი. ეს დავაკომენტაროთ. უბრალოდ მასივი შემოვიღოთ, რომელიც იქნება აუცილებელი ვექტორის შესანახად, რომელსაც გამოიყენებთ ამისთვის. ეს ფუნქციას დავაკომენტაროთ, რომ შემდეგ არ აგვერიოს. და გავმოვიძახოთ ეს ფუნქცია ამ ჩვენი მასივებისთვის. როგორც ხედავთ, სინტაქსური შესაბამები არ გვაქვს, ესე იგი ყველაფერი რეგზია. ეხლა დავწეროთ კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც ვაჩვენებს, რომ ეს ინფორმაცია ნამდვილად წაკითხულია ფაილიდან. ამ ფუნქციას დავარქვათ ესეთი რაღაც show data. დავაკომენტაროთ ესეც.
ესეთი სახით იყოს ფაილიდან წაკითხული ინფორმაციის საჩვენებელი ფუნქცია. და აქაც გადავცეთ პარამეტრებად. იგივე ეს ჩვენი მატრიცისთვის განკუთვნილი ორგანზომილებიანი მასივი და ვექტორისთვის განკუთვნილი ერთგანზომილებიანი x მასივი. ვინაიდან აქ ციკლები ანალოგიურად დაგვჭირდება, ამიტომ მას გადმოვწერ, დავაკოპირებ და უბრალოდ აქ დავუწერ ესეთ რაღაცას. cout x iuri cout. ახლა გამოვიძახოთ ეს ფუნქცია ჩვენი მასივებისთვის. show data. აქვე აღნიშნავ, რომ ეს ამ ორივე ფუნქციის ტიპი არის void, ვინაიდან მათ დასაბრუნებელი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ რაღაც გამოგვიტანა, მოდი ცოტა გავალამაზოთ ეს. რო უკეთ დავინახოთ. პირველ რიგში გავაკეთოთ ესეთი რაღაც ამ ინფორმაციის გამოტანისას დავაშოროთ ერთმანეთს. ასევე, როდესაც ვექტორს დაგვიბეჭდავს, გადაიტანოს შემდეგ ხაზზე უკვე. ანუ ახალი ხაზიდან დაიწყოს მასივის დაბეჭდა, რომელშიც ჩვენი მატრიცია შენახული. აქაც დავაშოროთ ერთმანეთს, რომ უკეთ გამოჩნდეს. აქ ჩავამატოთ ეს შემდეგ სტრიქონზე გადასვლისთვის. და კიდევ ერთი cout ჩავამატოთ, რომ სტოპ-რო გალამაზდეს. მოდი ახლა შევამოწმოთ, რას იზავს ეს ჩვენი კოდი. როგორც ხედავთ, მშვენივრად იმუშავა. და ფაილში ჩაწერილი ინფორმაცია, აქ საკითხულ ინფორმაციას ემთხვევა. ახლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ კონკრეტული ამოცანების ამოხსნაზე და დავიწყოთ პირველიდან. ჯერ დავთვალოთ მოცემული x ვექტორისთვის x1 ნორმა. ამისთვის შემოვიღოთ კიდევ ერთი ფუნქცია tab ტიპის და დავარქვათ norm1, რომელსაც პარამეტრად გადავცემთ ამ ჩვენ x რაღაცა მასივს, რომელშიც ვინახავთ ვექტორს. ასევე მაგ შემოვიღოთ ლოკალური ცვლადი res result, სადაც შევინახავთ დასაბრუნებელ მნიშვნელობას. როგორც ხედავთ, განსაზღვრავიდან გამომდინარე, ეს არის უბრალოდ კოორდინატების ჯამი. ამ მოცემული ვექტორის კოორდინატების მოდულების ჯამი. შესაბამისად დავწერთ ესეთ რაღაც, გვექნება ციკლი. და ამ ჩვენ results გავზრდით ესეთნაირად. ანუ თავიდან ეს result-ი გვაქვს 0-ის ტოლი, შემდეგ ვიწყებთ, ანუ ყველა კოორდინატს გავივლით დაწყებული 0-დან n-1-ის ჩათვლით, რადგან ეს მასივი გვაქვს მოცემული და ამ result-ში ჩავამატებთ ამ თითოეული კოორდინატის აბსოლუტურ მნიშვნელობას. შემდეგ დავაბრუნებთ ამ შედეგს. და შევამოწმოთ ახლა ეს ფუნქცია მუშაობს თუ არა, ამისთვის ჩვენ main ფუნქციაში გავაკეთოთ მისი გამოძახვა. ახლა გავუშვათ და ვნახოთ, რამდენად სწორად მუშაობს. როგორც ხედავთ, სწორად დაგვითვალა 2-ის, 0-ის და -1-ის აბსოლუტური მნიშვნელობის, ანუ 1-ის ჯამი, 3-ის შესაბამისად, სადაც სწორად მუშაობს. ახლა გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი განსაზღვრების თანახმად გვაქვს x2 ნორმა,
რომელიც ითვლება ამ ფორმულით. დავიწყოთ მის წერა. დავაკომენტაროთ. ნორმა 1-ის სასათვლელი ფუნქცია. ნორმა 2-ის დასათვლელი ფუნქცია. შესაბამისად მასაც დავარქვათ სახელი ნორმა 2, რომ ეს სტილი არ დაირღვეს. პრინციპში მნიშვნელობაც არ აქვს ამ ფუნქციას, რაც დავარქვათ, უბრალოდ ლოგიკურად იქნება დაკავშირებული შინაარსთან. აქაც ანალოგიურად შემოვიღოთ რაიმე რეს ცვლადი, რომელიც თავიდან იქნება ნულის ტოლი და ახლიდან გავირბინოთ ციკლი. შესაბამისად, როგორც წინა ამ კოდში გავაკეთეთ, ამ წინა ფუნქციაში, ესეც დავთვალოთ შემდეგნაირად. მოდი ახლა ამ კოდმა რომ არ დაგვაბნიოს, დეტალურად განვიხილოთ, რას აკეთებს. როგორც წინა ფუნქციაში ეს თავიდან გვაქვს 0, ანუ დასაბრუნებელი მნიშვნელობა, რაც ფუნქციამ უნდა დააბრუნოს. შემდეგ ანუ ყოველი კოორდინატისთვის, რომელიც წარმოადგენს მოცემული x მასივის ელემენტს, ვითვლით შესაბამისად ამ რეზულტ შედეგს. ანუ როგორც აქ ხედავთ, ეს არის ყოველი კოორდინატის თავის თავზე ნამრავლის ჯამი და აქედან ფესვი. ანუ იქნება შემდეგი სახე, ფუნქცია აკეთებს ახარისხებას, ანუ x-ის iure ელემენტს ახარისხებს აიყვანს კვადრატში და შემდეგ ამ ელემენტს დაუმატებს ამ ჩვენ რეზულტს. და ამის შემდეგ ეს რეზულტი უკვე იქნება ამ კოორდინატების კვადრატების ჯამი და შესაბამისად ეს ფუნქციას დააბრუნებს კვადრატულ ფესვს ამ რესთან. ნუ ამ ჩვენი შედეგიდან. მოდი ესეც დავთვალოთ. ვაჩვენოთ რომ მუშაობს და ტყუილად ავწერთ. მე მგონი სწორად გავაკეთეთ მისი გამოძახებას. გავუშვათ და შევხედოთ როგორ იმუშავებს. როგორც ხედავთ, დათვალა ეს მიახლოებით მე მგონი სწორი მნიშვნელობა მივიღეთ. ან დაახლოებით ეს არის ფესვი 5-დან. ფესვი 5-დან შეგვიძლია კალკულატორზეც შევამოწმოთ რას უდრის. ეს არის ესეთი რაღაც. როგორც ხედავთ, თქვა პასუხები ერთმანეთს აქ უბრალოდ ამთან რიგში დამრგვალებულია უკვე აქ უფრო მეტი სიზუსტით გვაქვს დათვლილი. შესაბამისად ეს ჩვენი ფუნქციაც სწორად მუშაობს. გავაგრძელოთ ახლა ამოცანის ამოხსნა. რა დაგვრჩა გასაკეთებელი? დაგვრჩა შემდეგი. ანუ ახლა უნდა დავთვალოთ ეს xp ვექტორი ნებისმიერ p-თვის. ანუ ეს იყო წინა ფუნქცია ითვლიდა 2-ისთვის, იმის წინა 1-ისთვის, ახლა p-თვის. ანუ p არის ნებისმიერი იცვლება 1-დან უსასრულოვანი, შეიძლება იყოს ნებისმიერი რიცხვი. ამისთვის დავწეროთ კიდევ ერთი ესეთი ფუნქცია, რომელსაც დავარქმევთ. ნორმა s ისევ დავარქვათ ესეთი რაღაც norm p. ოღონდ აქ ჩვენს ანუ ჩვენი ვექტორის მასივის გარდა მას დავუმატებთ გადავცემთ პარამეტრს p-ს. აქაც დაგჭირდება ჩვენი ეს რეს ცვლადი, სადაც საბოლოო შედეგს შევინახავთ და დავწეროთ ესეთი ციკლი. ანალოგიურად შევამოწმებთ ყველა კოორდინატს ამ ჩვენი ვექტორის
და ამ რესში ჩავწერთ ესეთ რაღაცას, ხო? როგორც ხედავთ, ამას ცოტა განსხვავებული სახე აქვს. ეს არას აკეთებს, ზუსტად განვიხილოთ. როგორც უკვე ზემოთ აღნიშნეთ, ეს პოვი არის ახარისხების ხარისხში აყვანის ფუნქცია, რომელსაც ხარისხში აყავს ჩვენი ვექტორის კოორდინატის აბსოლუტური მნიშვნელობა. ეს ხარისხის მაჩვენებელი არის p და ითვლის რესში ამ ჯამებს. ეს კოდის ეს ფრაგმენტი. ამის შემდეგ უკვე რაც ეს რესი დათვლილი იქნება, ანუ ეს result შედეგი, ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ ფესვი ამ ჩვენი result-დან, რომელიც არის p-ური ხარისხის ფესვი. შესაბამისად მას, ანუ განსაზღვრებაში ნახოთ როგორც არის წარმოდგენილი, აქვს ესეთი სახე. ეს არის მისი ანუ 1 გაყოფილი p-ზე. ხარისხში აყვანილი, რაც ნიშნავს p-ური ხარისხის ფესვს. შესაბამისად, ჩვენ ფუნქციაშიც დასაბრუნებელი მნიშვნელობად გამოვიყენოთ ესეთი რაღაც. ხარისხში ავიყვანოთ, რომელიც არის 1 გაყოფილი p-ზე და ეხლა შევამოწმოთ ეს მუშაობს თუ არა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს p წარმოადგენს ამ x2 ნორმის განზოგადებულ სახეს. შესაბამისად, ჩვენ თუ აქ ჩვენს ფუნქციას ამ ნორმ p-ს მეორე პარამეტრად 2-ს ჩაუწერთ, უნდა მოგცეს ისეთი მნიშვნელობა, რაც მოგცა ნორმ 2-მა ფუნქციამ. ამიტომ შევამოწმოთ, ახლა და ვნახოთ, როგორ მუშაობს. გადავცემთ ისევ მასივს, აგრეთვე გადავცემთ 2-ს. და შევამოწმოთ, როგორ იმუშავებს. ой, რაღაციც მოხონია. ერთი ის არის დაგვეკლდა. როგორც ხედავთ, ეს მნიშვნელობები ერთმანეთს ზუსტად ემთხვევა. შესაბამისად, ეს ჩვენი ნორმ p ფუნქციაც მუშაობს. ანუ აქ შეგვიძლია ახლა ჩვენ ჩავწეროთ რაიმე უფრო სხვა მნიშვნელობა და გავთვლებიოთ. ну, უკვე განსხვავებული მნიშვნელობა მივიღეთ. მოდი 2-ზე დავტოვოთ. და გავაგრძელოთ ჩვენი ამოცანის ამოხსნა. შემდეგი რაც უნდა ვიპოვოთ, ეს არის უბრალოდ ამ მოცემული ჩვენი რაღაც x ვექტორის კოორდინატებში ყველაზე დიდი, ანუ მოდულით რომელიც არის ყველაზე დიდი ამ კოორდინატებში. ამ ფუნქციას დავარქვათ ესეთი სახელი. უსასრულობა ნორმა. ან თქვენ როგორც გენებოთ, ისე ვუწოდოთ. ახაც დაგჭირდება ცვლადი, უბრალოდ მასივი, სადაც ვინახავთ ამ ჩვენს ვექტორს, ისეც დავაკომენტაროთ. რაც შემოვიღოთ ერთი ესეთი ლოკალური ცვლადი, რომელსაც მივანიჭებთ x-ის ამ ჩვენი მასივის პირველ ელემენტს. აქ შეიძლება ბევრნაირად დავითვალოთ ეს ყველაზე დიდი ელემენტი მასივში, ამ შემთხვევაში ყველაზე მარტივ ალგორითმს გამოვიყენებთ, თუ შეიძლება ამას საერთოდ ალგორითმი ეწოდოს, იმიტომ რომ ეს ტრივიალურია.
გასაკეთებს ახლა ეს ციკლი. ჩვენ ამ რესში, რადასაბრუნებელ მნიშვნელობაში, ვინახავთ მასივის პირველ ელემენტს. შემდეგ ამ ელემენტს ვადარებთ მასივის დანარჩენ ელემენტებს, სწორედ ამიტომაც ციკლი იწყება 1-დან და არა 0-დან წინა ფუნქციებისგან განსხვავებით. და თუ მიმდინარე ელემენტის მნიშვნელობა მეტია ამ ჩვენს რესზე, მაშინ რესს ვანიჭებთ აბსოლუტურ მნიშვნელობას. ამ x-იური ელემენტის და შესაბამისად ციკლის დასრულების შემდეგ ამ რესში გვექნება მაქსიმალური ელემენტი, რომელიც წარმოადგენს ამ ჩვენი ვექტორის კოორდინატს. ახლა ეს ფუნქცია შევამოწმოთ როგორ მუშაობს. მისთვის დავწეროთ nor in dres nor in x როგორც ხედავთ, სწორად დაგვითვალა. ანუ მოდულით ყველაზე დიდი რიცხვი არის 2 ამ ჩვენ ვექტორში. მოდი ახლა მნიშვნელობა შევცვალოთ და აქ ჩავწეროთ 0-ის მაგივრად -8 და ვნახოთ რა შედეგს მოგცემს, იმიტომ რომ ეს უარყოფითი შემთხვევაში მაინც სწორად უნდა დაგვითვალოს. ანუ რა უნდა დაგვიგნოს და არა 2. როგორც ხედავთ, ახლა სწორედ მუშაობს. ანუ მოდულით ყველაზე დიდი ციფრი ამ ჩვენი ვექტორის კოორდინატებში არის -8 და შესაბამისად დაგვიბეჭდა ამ ჩვენო ფუნქციამ სწორად დათვალა. და ბოლო რაც ამ ამოცანას ეხება და შედარებით რთულია წინა პუნქტებთან შედარებით, ეს არის ამ a ნორმის დათვლა, x-ის a ნორმის დათვლა. მოდი ამისთვის შემოვიღოთ კიდევ ერთი ფუნქცია, რომელსაც პარამეტრად გადავცემთ, როგორც წესია x, ამ ჩვენ ვექტორს, უბრალოდ მასივს, რომელშიც ვექტორს ვინახავთ და გადავცემთ მატრიცს, რომელიც იმ ფაილში გვიწერია. ჩვენ ფაილში შევცვალოთ ეს მნიშვნელობა ისე ნულზე და დავიწყოთ ფუნქციის წერა. შევხედოთ ჯერ განსაზღვრებას. როგორც ხედავთ, პირველ რიგში უნდა ვიყურნოთ ამ a მატრიცისა და x ვექტორის ნამრავლი. ვინაიდან ეს არის ვექტორი, ეს ax-ი, ანუ a მატრიცისა და x ვექტორის ნამრავლი, შესაბამისად დაგვჭირდება ლოკალური მასივი და ax-ი დავარქვათ, რომელიც იქნება ისევ n განზომილებიანი. უბრალოდ ერთ განზომილებიანი მასივი და იქნება n ელემენტი. და დავაკომენტაროთ ეს მატრიცისა და x ვექტორის ნამრავლი. ასე შემოვიღოთ ჩვენი ზვირფასი ცვლადი რეს და დავიწყოთ ამ მატრიცისა და ვექტორის გადამრავლება. აქაც ორმაგი ციკლი დაგვჭირდება. როგორც ინფორმაციის ხელიდან წაკითხვისას. და ამ ჩვენი ახალი მასივის იური ელემენტი განსაზღვროთ შემდეგნაირად. გავაგრძელოთ ჩვენი ფუნქციის წერა და ვინაიდან უკვე ეს ვექტორი, რომელიც გვინდოდა ეს ax-ი უკვე დათვლილი გვაქვს, ახლა დავთვალოთ ამ ახალი ვექტორისა და x-ის სკალარული ნამრავლი. ამისთვის დაგვჭირდება კიდევ ერთი ციკლი. ოღონდ უკვე ერთი ციკლი, არა 2. x ვექტორისა და x ვექტორ
ვექტორის სკალარული მრავლის დათვლა. მოდი ეს ფუნქცია ხა კარგად განვიხილოთ. დავაკვირდეთ ჯერ ისევ განსაზღვრებას. ანუ პირველ რიგში გვჭირდება ამ A მატრიცისა და X ვექტორის ნამრავლი. მისი განსაზღვრება, ანუ X ვექტორისა და რაღაც A მატრიცის გამრავლების წესი ჩვენ გავიხსენით და მას შეიძლება მივცეთ ესეთი სახე. სადაც ვიღებთ ისევ ვექტორს, რომელსაც აქვს n ელემენტი, შემთხვევაში ეს მასივის სახით არის წარმოდგენილი და ვითვლით ესეთნაირად ვიყენებთ ორმაგ ციკლს და ამ ციკლში ყველა ელემენტს ამ ჩვენი AX-ის ვანიჭებთ ესეთ მნიშვნელობას. ამის შემდეგ უკვე როდესაც ეს ციკლი დასრულდება, ჩვენ ამ AX-ში გვექნება A მატრიცისა და X ვექტორის ნამრავლის შედეგი. და ეხლა უკვე თავისუფლად შეგვიძლია დავთვალოთ ეს მარტივი ციკლის საშუალებით ეს AX ვექტორისა და X ვექტორის სკალარული ნამრავლი. ამის დათვლის შედეგად ჩვენ მივიღებთ აი ამ მნიშვნელობას სკალარულ ნამრავლს და უბრალოდ ის გადაგრჩება რომ ფესვი კვადრატული ფესვი ამოვიღოთ აქედან. Просто так უნდა return result. და მოდი ახლა შევამოწმოთ ეს ფუნქცია რამდენად სწორად მუშაობს. ჩავწეროთ პარამეტრები. როგორც ხედავთ, დაგვითვალა. მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. აი ეგ დროებით ეს გავთიშოთ. და შევამოწმოთ სწორად ითვლის თუ არა ამ თვითონ რეს. ანუ სკალარულ ნამრავლს ფესვის ამოღების გარეშე. როგორც ხედავთ, ეს არის 10 სტოლი და მართლაც სწორად ითვლის რომ გადავამრავლოთ 10 თაოდ. მივიღებთ ზუსტად იგივე შედეგს. შესაბამისად, ფესვაც სწორად ამოიღებს ეს ჩვენი sqrt ფუნქცია, რომელიც math ბიბლიოთეკაშია ჩართული. ეს წავშალოთ და დავუბრუნოთ ფუნქციას ძველი სახე. როგორც ხედავთ, ეს დასრულებულია ეს ჩვენი ამოცანა. მე დროებით დაგემშვიდობებით და შემდეგ გაგვეთილში უკვე ამოვხსნით მეორე ამოცანას, რომელიც დაკავშირებულია უკვე მატრიცებთან.